ნაბიჯი ნომერი მესამე. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ეს არის საზღვრების უკეთესი კონტროლი. მწვანე ზოლის კონტროლი. რა არის მწვანე ზოლი? მწვანე ზოლი არის ისეთი ნაწილები ჩვენი საზღვრის, სადაც არ არის სასაზღვრო გამშვები პუნქტი და რომელიც რეალურად არის ესეთი ტერიტორია. ეს მწვანე ზოლი არის მოქმედებს და საშიშია და არსებობს უკონტროლო მიგრაციისთვის. არსებობს იმისთვის, რომ ფული მისცენ ვიღაცაებს, გადაიყვანონ სადმე, აი აფხაზეთშიც ხშირად არის, რომ გადაყავთ აფხაზეთში, რომ გაიქცეს აქედან ვინმე კრიმინალი ან თაღლითი. მწვანე ზოლი უნდა აღირიცხოს ჩვენი საზღვრები, უნდა განისაზღვროს და უნდა მოხდეს მათი კონტროლი ტექნოლოგიური საშუალებით და ჩვენი საპატრულო სასაზღვრო ძალებით. ეს დღეს ასე არ არის და ათასობით კილომეტრი არის ასეთ მდგომარეობაში. სხვათა შორის ასევე მწვანე ზოლის კონტროლი არის ევროკავშირის მოთხოვნაც. ჩვენ გვიწერია ის ასოცირების შეთანხმებაში, ანუ ეს თანხმედრაშია, ეს ნაბიჯები თავიდან ბოლომდე თანხმედრაშია ჩვენ ევროპულ სახელმწიფოს ქცევასთან. შემდეგი, მეოთხე ნაბიჯი,